ძერს კი კუპატი. ხახვის დაჭრის საშუალება გესმის? გასამბობ. გინდა შევეჯიბროთ? გაზიარო ჭეშმარიტ გემოებს. მეტა გამასინჯეს, ა? მე მეგონა რომ ენდობოდი სიტყვაზე, მაგრამ აი რომელი უფრო კაია, პროსი ხედე. ჩემი გაკეთებული ვერქვე მომას, მაგრამ მიხარია გემრიელი თუ იყო ბოლოს. განსხვავებულ გემოს მისცემს კუპას. შეგიძლია მოვზილო თუ მე მოვზილო? არიცი შენ. მოვიდა და უკვე თავისი რეცეპტურა მოიტანა. აგიბარდეთ მეგობრებო, შემოგევლეთ, გეხუტუნეთ. ცოტა გამისწორდა ეხა. ხორცს ძალიან უხდება ტკბილი გემო. ანუ ძალიან ბევრი სიახლე არის. ლუდი და შოკოლადი თუ გევასება. აბა მიდი იკაიფა. აჰა. ვაი ეს ამ ვერ გავიგო. ხედავ რა რთული და რა მარტივია. ეს არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მე კუპაც ვაკეთებ. აჰა. ნაი ავტო მაგარი გავაძრე. ცოტა ზედმეტი მომივიდა წესით, ეხა მიგავსინჯავ, არ მომეწონება და მაგარ შარში ხარ. მოგესალმებით. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა რომ 2026 წლის იანვარია და ყველანი ბედნიერები ვართ და ნაჭამ ნასვამები ჩვენი სტუმარია უკარგესი ადამიანი გიორგი, იგივე გუნდ იშა, ოქტოპუსის წარმომადგენელი და სამარილესიც აქვე და წარმატებები გიჩებოთ თქვენ მაგ საქმეში. თქვენ და გასაკვირვადად, ჩემ და გასაკვირვადად და შენ და გასაკვირვადად, ჩვენ ნათესავები ვართ, ასე ვთქვათ, შორეული სიძე ხართ. ახლო სიძე არა, მაგრამ ნუ სიძეთ მეთვლები. იმერეთში ყველაფერს ძალიან ახლოთ თვლით ხოლმე ერთმანეთს, ანუ აი სადღაც ვიღაცა ტიპი რო არის შორს და ჩემი ბიძაშვილიაო რო იძახი აი ჩერეს ვიღაც რო არის და ბიძაშვილს ეძახით მე როგორ გამოვედი შორეული არ ვიცი მაგრამ აი ეგრე გამოხდები იმიტომ რომ ჩემი დიდი ბაბუის ბაბუა და შენ თუ სწორად მახსოვს შენი მეუღლის დიდი ბებიის ბებია თუ რაღაცა დაძმანი ჩემი მეუღლის დისნათლია ხო ხარ ხო უახლოეს იმაში ეგაა და ხო მე პირველ რიგში გავამახვილებ ყურადღებას შესანიშნავ პროფესიონალი ადამიანზე რომელიც აქ არის და მე ძალიან მევასება შორის ეს ჩვენი მხარდამჭერი ჩვენი მეგობარი შავილომ ეხა რაღაც ჩვენი მხარდამჭერი მაგითო არ ვიცახე მაგრამ როდესაც თუ ვსვამ ყოველთვის ვცდილობ დავლიო მაღაზიაში შევიძინა შავილომ რომელი გევასება აპა შენც აპა აგიბარდეთ მეგობრებო შემოგევლეთ გეხუტუნეთ ძალიან კარგი. დავაი რას ვაკეთებთ დღეს? იმერეთი უკვე ახსენე და იმერულ კუპატზე დაფუძნებულ, არა, იმერულ კომპოტი არა, იმერული კუპატი არის. სხვათა შორის კომპოტიც ძალიან კაი აქვს იმერეთში, ძალიან მევასება. კარგი ოჯახის სიძე ხარ და მაგით. ხო და ცოტა ინტერპრეტაციას მივცემთ, გავახალისებთ, თლაც სტანდარტული იმერული არ იქნება. აქ გვაქვს საქონლის ფარში 700 გრამი და ღორის ფარში 300 გრამი, ღორის ნაწლავი, რომელიც გამოიყურება ASC. და ამაში ჩაიტანება ეს ყველაფერი. გვაქვს სუნელები, რომელსაც მარილი, პილპილი, ორეგანო. საერთაშორის გამოვიყენებ ფორთოხლის ცედრას, კუპაჩი, ქინძს, ნიორს და კუპაც რო დავამზადებთ გარნირად ჭყარებში მინდა გავაკეთო ჩახრაკული ჩვენ ენაზე ხახვი. და კულინარიის ენაზე კარამელიზირებული ხახვი. და ნახე აქ მნიშვნელოვანი რაცა შენც კი გეცოდინება რომ ლურპაკი არის აი ეგ არ გეცოდინება რომ დანიური ბრენდია, მაგრამ მაგარი კარაქი რო არის გეცოდინება და ამას წინებზე ჰოლანდიაში ვნახე სხვათა შორის და დანიაშიც თუ იყო არ ვიცოდი. დანიური ფესვები აქვს. დანიური ფესვები აქვს და მართლა ძალიან კაი პროდუქტია. ყველანაირ ფორმაში გავსინჯეთ, გავტესტეთ ეს კარაქი და მეტცხიმიანობა შევძენ კარაქის დამატებით. შენ ამასობაში ეს კარაქი გავცქვენი, გრილს ახადე თავი და იქ ჭურჭელი დაგხვდება და იქ ჩადე ქაღალდის გარეშე ოღონდ. სანამ კარაქს გაალღობ, შევაზავებ ფარს. როგორც აღნიშნე, აქ არის 300 გრამი ღორის ფარში, 700 გრამი. მაგიებს ნამუღამი აქ ეგ მითხარი რა. რო აზავებ ეგრე ამდენზე. ნახევარ რო ხლიწო რა მოხდა. არა, ეგ ინდივიდუალურია, უბრალოდ ღორი გამოირჩევა უფრო მეტი ცხიმიანობით და კუპაც და სოსისებს ზოგადად უხდება ცხიმი და საქონლის ცხიმი უფრო ძაფრი გემოსი არის ვიდრე ღორის, ამიტომ საკვებად ჯობია ყოველთვის შეზავებული იყოს. თლიანად? კი, გვაქვს საშუალება, არ გვიჭირს. მეტა გამასინჯეს, ა? მე მეგონა რომ ენდობოდი სიტყვაზე, მაგრამ ნიორს ავიღებ სანამ შენ სიჯავ და კაცს ვაფუჭებ. კაი კარაქის გემო. კარაქემპური არ მიჭამია. არა. ძალიან დიდი ხანია და ცოტა გამისწორდა ეხა.
კარგი. ხახვის დაჭრის საშუალება გესმის? ასამბობ. ალყა შეგიძლია დაჭრა. გინდა შევეჯიბროთ? გამარჯვებულს რა გადაეცემა? კარაქიანი პური. მაშინ აღარ მინდა. ეს როგორია? ჩვენი მაგისთვისაა შექმნილი. ეს დანა ხახვის არის? წესით მე გამიადვილდებოდა ამდანიც. აი მივხვდი რომ ამით არ უნდა დამეჭრა. როგორ ნაჭრებად გინდა? ალყა. ნუ ხი ეს რა კაი ალყა. არც ეგარა ამთლად ალყა. ნახე, მოდი ეხა მე გიგეთყვი სანამ შენ მაგას იზამ. აი ეს. აბა განაგრძეს. აი რომელი უფრო კაია პროსეხედე. აი შეადარე. და მოიწერე რომელი ჯობია. 4 კბილი ნიორი გავუკეთე 1 კილო ფარს, 1 მწვანე წიწაკას გავუკეთებ ასევე. მოყევი ხა შენ არხზეც ცოტა რამე, თქვენ არხზე. ჩემ არხზე კი არა, სახლში არ დამიჭრე ხახვი არასდროს და მე მომივიდა ეგ ინფორმაცია და მთხოვეს იქნებ რამე ასწავლოდო. და სახლშიც ბიჭო, ჩვენ რავი, აი ვერთობით მე და ცოტნე რა. სვავთ, ვერთობით კარგი სტუმრები მოყავს. რაღაცა ვადაობთ. არხი წინ მიიწევს. იქით ჩვენი მეინ არხი, რაც არის ოქტომბუსი, საერთოდ იქ ვცდილობთ რომ რაღაც გრანდიოზული რაღაცები ვაკეთოთ. ბოლო გრანდიოზული თუ სწორად ხვდები და მახსოვს, ლაივი იყო, ხო? ნუ ხო, ანუ ალბათ ეგეთი ის რა ქვია გამორჩეული და რაღაცა ძალიან მაგარი იყო, ძალიან გაასწორა. ერთი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ მომენტში 24 საათის განმავლობაში ხალხთან შეგეძლო კომუნიკაცია. არ ყოფილა თან ეგეთი ის. ადრე მახსოვს, ჰანგრიმენებს ჰქონდა 24 საათიანი ლაივი. და მე ნუ ჩვენ რატომღაც გადავწყვეტით რომ დავა ერთი კვირა ვიცხოვროთ ლაივში რა და ძალიან გაასწორა. ისედაც ეგრე ვცხოვრობ ჩვენ. ხო და ეგ უნდა მეკითხა, რთულია, მაგრამ ამავე დროს რამდენადაც ველოდებოდი რომ რთული შეიძლება ყოფილიყო, ისე გავიდა დრო და ისე გაგვისწორდა ყველას, ჩვენს და ჩვენ მაყურებელსაც, ცოტა მუღამი მქონდა, ხო, დავამატოთ რაღაცა, ეხა ზოგი ემუქრებოდ, დავა ერთვიანი ვხიოთ. ხახვი დაჭერი. მე კი დავჭერი ხახვი, შენ რა შეჭრი? ეს არის ფორთოხლის ცედრა, რაც განსხვავებულ გემოს მისცემს კუპაც. ცოტა გვიგურს ფორთოხლის ცედრას რა უნდა კუპაჩი. თუმცა უნდა. ანუ ამისგან ეს გამოიყენე მარტო? არა, არ მაცადე თორე შემიძლია კიდე ავათალო. არა, მარტო კანის ის უნდა კანის ცედრა ეგაა, ხო. მარილსაც გავუკეთებ. მოდი ეს მარილი ისა შენ გავუკეთებ, რომ მე შენ დაგბრალდეს თუ ვარგისი გამოვიდა. ეგ უკვე არ გაამლაშო გადადის შემდეგზე, ეს არის ორეგანო. ცოტა ორეგანო გავუკეთოთ. ჩემი გაკეთებული ვერქვე მომას, მაგრამ მიხარია გემრიელი თუ იყო ბოლოს. არა, გემრიელი თუ აღმოჩნდა, გამოდგა ჩემი იქნება, მაგრამ თუ გემური შენ მე დაბრალდება. ეს არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მე კუპაც ვაკეთებ. არასდროს თქვა არასოდეს. ესეც უქნა? კი, ეგა ხმელი კინძი. აჰა, ეხა დავამატოთ კარაქი. ჩვენი ლურპაკის კარაქი. ეგ მე ჩავაგდე ხო იცი იმაში. შეგიძლია მოვზილო თუ მე მოვზილო? აჰა, დავაი. ხელთათ მან ყუილა ვარჩევს. ხელში მოიგე. არ იცი შენ. დამაწადე. თელი ცხიმი აქეთ მოგაქვს და მაგ. ეს უნდა ჩააბრუნო მე ნახე აი ამ დროს კარგად ირევა. ასევე წამოღებული მაქვს კუმკვატის შირი, რომელსაც დავამატებთ, რომ სიტყვა შეზინოს. კუმკვატი რა არის, რო არ ვითხრა, ეხლა მე ისე ვერ მოვისვენე. კუმკვატი არის ძალიან პატარა თითქოს ლიმონი, თითქოს პორტოხალი, აი ეგეთი ფორმის, ძალიან პატარა ხილი არის, ასე ვთქვათ. კაია ესო თო, ჰა? კი. ქართული ხასიათი რომ შევძინოთ და არ დაუკარგოთ, ქინც ახლა წვრილად დავჭრით და ჩავაყაროთ. კუმკვატი მე სიტყვა ძალიან უხდება, ხორცს. ლუდი არ უქნათ. ხო და ეგ უნდა მეთქვა ახლა გახსენი და ჩაასხი, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეს. ხინკლის ფარს არ და. მაინც შავი ჩავასხათ. არ არის მანდვე? აჰა, მოვიდა და უკვე თავისი ისენი მოიტანა. რეცეპტურა. მე მგონია რომ შავი მოუხდება უფრო. არა, შავი უხდება. რომ ძალიან ის არის, რა ქვია, არომატული და რაღაც ძალიან არის ეს. კი. კიდე ხო? არა, ჯერ ნახე, ეტაპობრივად ჩაუშვათ, რომ თან მოვზე. კუმკვატმა თავისი ის აიღოს არომატი. ცოტა გემრიელი რო იყოს რა. მეტ კუმკვატს გავუკეთებ. და პრინციპში მზად ვართ, რომ ეს იყიდება ეს კუმკვატი ჩვეულებრივად? კი, სეზონურია, მაგრამ ჩირი ეხა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ კუპატში კუმკვატი იყოს.
შეგიძლია ქლიავის ჩირიც გამოიყენო. ნებისმიერი ჩირი შეგიძლია გამოიყენო, რომელსაც სიტყვა აქვს და შენ გემოში როგორ ჯდება, იმიტომ რომ ხორცს ძალიან უხდება ტკბილი გემო და მაღალ სამზარეულოში ყოველთვის ცდილობენ, რომ ხორცის კერძებს რამე ტკბილი სოუსი ან გარნირი გაუკეთონ. შენ ახლა მზარეული კაცი ხარ მაინც. გემოებთან თამაშობ ხოლმე რაღაცა ის. ლუდი და შოკოლადი თუ გევასება. ლუდი და შოკოლადი. და რამდენად შეიძლება ეგ დასაცინი თემა იყოს, ლუდი და შოკოლადი თუ მოგწონს. არა, დასაცინი არაფერი არ ანუ. გაიგე ბიჭო. მე მაგრამ იყოს ლუდი და შოკოლადი. რომელი შოკოლადი? ბიჭო, პლიტკა რა. მე ცოტა სიღრმეებში შევარო. 99%-იანი შავი. ვარგადო. გამე კაი. აუს გემოს მომწნო. ბიჭო, ერთად კაია. გაზიარო ჭეშმარიტ გემოებს. ანუ შენ არ გაგისინდავს. არა, მაგრამ პლიტკა ხო არ გვაქვს სადმე. მე მაგრად მევასება, რავი, აი იმენამ кайფობ. აბა მიდი кайფა. აჰა. როცა ცოტა რომ მოეკიდება მთელ გასახი. როგეთამაშება. და მე არ ვეძახი. მაგროსა დალიო. მოიცო. მაგარი გემოა. ეს ამ ვერ გავიგე. ცივი უნდა იყოს ლუდი. ბაბა? არა, ცუდი არა, მაგრამ გასწორებითაც რა, ანუ თუ ეს რა არის, არა და რა უცნაურია ვარა, მაგრამ არც გაგისწორდა. არც გამისწორდა. მე მივასვა. ეხლა გადავიდეთ მთავარ ამბავზე. ეს არის ზაბრი. ეს არის ნაწლავი, რომელიც ამოვაცვი. ეხლა ცოტა ესე ავაცვამ ბოლომდე, რომ მე აქ უნდა ჩავტენოთ და შევავსოთ ეს ნაწლავი. მე ჩავტენი დავარ. ხახვი როდის უნდა უქნათ? ხახვი უკვე გარნირად, კარამელიზირებული ხახვი. რამდენი ხახვი დავჭერი რომ გადაიღოთ რა? ნიჭიერი ადამიანი ყოფილხარ. კუპატის გამზადების და სულ ესე წვალო მე? შეგიძლია ხორცაკებ მანქანას გაუკეთო სპეციალური თავი და იქ რო ჩამოატარებ, პირდაპირ ესე გამოვა ამაში. მოაქვს. როგორია? მაგარია. ბიჭო, ეგ კატლეტი არ ჯობია. 35 minutes later. აი ესე გავტენეთ შესანიშნავად. ეხლა ჩემი წვლილი ლომის არის ამ მომენტში. ესე გამოიყო. კუპატის გატენვაში. ფარშის მომზადებაშიც. ფარში ხა. შევარჩიოთ ზომა დაახლოებით, რამხელა იქნება. ატარები გავუშვათ და გემრიელები, დავაი. აჰა. გადავახვიეთ ეს. დაახლოებით ერთ ზომებზე ახლა. კიდე გადავახვიოთ. აჰა. ხედავ რა რთული და რა მარტივია. მე შეგვიძლია ესე გავკვანძოთ. ისინი რო არის, ხო, ბუშტებს რო ბერ. წამით რა გავაკეთე. არ ვიცი, ძაღლი გავაკეთე. სანამ მე ამას გავაკეთებ, შენ გრილს თავი ახადე, ზეთიც გვერდზე დევს, მთლიანად უქენი ეგ ზეთი მარჯამში. ზეთს ამაზე ამბობ, ხო? არა, კარაქია. ეს ხო ანუ? კი, ჩაუში სულ. ყოჩა. და ეს ხახვი გაუშვი მანდ. მთლიანად. შენ დაჭრილი ხახვი, იდეალურად დაჭრილი ხახვი. ესე ჩემი დაჭრილი ვნახო სად არის? ჩემი დაჭრილები ამემგან ჩავყარე უკვე. აჰა. კაი, მაგას ცოტ-ცოტა მოურიოთ და შენი შავი ლუდი დალიეთო. არა, მაგისთვის მომქონდა უსიტყვოდ მივხვდი სანამ იტყოდი რომ უნდა მომესხა. აი ეს ცოტა ჩაითუშოს და მერე დაუშვათ შავი ლუდი. ზეთის შემდეგ კარაქით ჩაუშვით. მთლიანად. თითქმის ბოლოში გავიდით კუპატის გამზადებას. როგორ მოგეწონა ჩემთან ერთად კუპატის გამზადება? რა ისწავლე? თუ შეიძლება რომ გაგვანდო. მე თავად ჩემიძლია რომ ძალიან თქვა რომ ძალიან
კარგი გამოცდილება მივიღე თქვენთან ერთ კუპატის მომზადების კუმკვატის. ამის სახში შეძლებ ისე გაკეთებას, აი, ხო, უკვე უჩემო. თუ რამეა დაგირეკავ რომ კითხვები მექნება, კუმკვატი გავიგე რაც არის. ნუ ვერ გავიგე, მაგრამ მაინც ვიცი რომ რაღაცა არსებობს ესეთი კუმკვატი, ასევე ვისწავლე ის რომ შოკოლადთან ერთად შეგიძლია ლუდის დალევაც, რაც ცხოვრებაში დიდად რაც მჯერა რომ ცხოვრებაში წინ წამწერს. დიდად არ მოგეწონა, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ გასინჯოთ და აგემოვნოთ, ძალიან მაგარი მუღამი აქვს, ძალიან ასწორებს. რავი, გასინჯოთ და მე დაგვიწერეთ, რავი, კარგია, ცუდია, ხო არ გაკლია, პირში გემო არა გაქვს, რაღაცები შეიძლება. აი ესეთი შესანიშნავი. ჩვენ ამ კუპატს არ ვწვავთ პირდაპირ გრილზე. აქ ჩვენ ხო გვაქვს ასე ვთქვათ ლუდის ბულიონი ხავხთან ერთად. ჩემი დამსახურებით ლუდის ბულიონი, იმიტომ რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა წესით. და შოკოლადის ასე ვთქვათ. შოკოლადი, პლიტკები. ეგ ხო შენი ამბავია. კი, არა, პლიტკები უხდება. შავი ლომის შავი გავუკეთეთ, მაგრამ ეხლა ცოტა აპასაც დავამატებ, რომ ფერი გაუხალისო. კატლეტები გუნდიშა მოათავსა და ცოტა ხანი და ამას ამოტრიალები ხო არ უნდა? ჯერ არ. დაბალი ცეცხლი და ცოტა აიწიოს და მე მივხედოთ. კუპატი ცოტა რომ მოიხარშება, მე გრილზე მოვზოლოთ, მოვბრაწოთ და უკვე ჭურჭელზე თებზე გადმოვიტანთ ხახვის და ლუდის ბულიონს შოკოლადით და ზემოდან მოვათავსებთ უკვე კუპატს. უბრალოდ გაგიკეთებია. კუპატს კუმკვატით და დარეჩი. შოკოლადით გაგიკეთებია აქამდე კუპატი? კუპატი არა, მაგრამ კუმკვატით? კუმკვატითაც არა. ანუ ძალიან ბევრი სიახლე არის. შენ სხვა ესე თუ მოხვალ ხოლმე შენთან გადაცემაში ძალიან ბევრი რაღაც სიახლეს გაიგებ სამზარეულოზე და ზოგადად ცხოვრებაზე. Starbucks-ის ყავაზე რამე თუ გსმენი? Starbucks-ის ყავაზე ძალიან ბევრი მსმენია. ეხლა даже დამპირდნენ, რომ Starbucks-ის ჭიქას ჩამომიტანენ, რომელიც ძალიან მინდოდა დიდი ხანია. ანუ Starbucks-ისტი ხარ? ყავისტი ვარ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ. თან ძალიან. ძალიან ბევრნაირი ყავა მევასება. რძიანი, ურძეო, შოკოლადიანი. ყავის მოყვარული ვარ ზედმეტად ძალიან. და ყავას რას აყოლებ? შოკოლადი გისწორდება ყავასთან? ბიჭო, არა, ლუდთან. მე ლუდთან. შოკოლადი ლუდთან. აი ეს არის მოხარშული ეს კუპატები. ეხლა ამას დავანაწევრებ და სათითაოდ გადმოვიტან გრილზე, რომ მე შევწვათ? კი, შევწვათ. ბიჭო, კაი სული აქვს. ძალიან. მამუასხა. ის ნახე რა, კაია. დაგვრჩა გასინჯვა და ეგ არის. ჩვენ თავიდან კუპატი ჩავიფიქრეთ ხომ მხოლოდ, მაგრამ მე კატლეტიც შევაგდეთ. თქვენი საფირმო კატლეტი. კოტლეტი ძალიან გემრიელად შეიძლება ჩამოყალიბებულიყო. აი შოკოლადებს ხედავ, ეხა და იქ ნახე, თემს რომ გადმოიღე, შოკოლადები იგრძნობა, ნახე, აი. აჰა. შოკოლადის ფერი. ნახე ავტო მაგარი გავაძრე, სამი ერთად. იქეთ დადე? კატლეტები ბიჭო, მაგრა გამოიყურებო, შენც მომასპიცეო. დაუგდე კატას მე. კაი ხო, მოდი. აჰა. რა გაუსწორდა. ფროიდი ამბობდა, რომ კატები ვისაც უყვარს და ჩემი მეგობარიო ყველაო, ცოტა სხვანაირად, მაგრამ შინაარსი ეს იყო ყველაფრის. ჩაასერვირა. ეხლა მე გავსინჯავ, არ მომეწონება და მაგარ შარში ხარ. ისაუბრე. ცეცხლაძეებზე რო ვისაუბროთ, ცეცხლაძეები არის წარმოშობით აზნაურების აჭარის მხრიდან არიან წარმოშობით. გვარის წარმოშობის ისტორია ცეცხლთან ძალიან ახლო კავშირში არის და ამიტომ არის ავთო დღეს პოვარი. პოვარი. თონეში აცხობდნენ თავიდან პურებს, გემრიელად ჩაკრობა, ამოკრობა რაღაცეები ისინი მაგრა ესმოდათ და მე დაამხეცეს რა უფრო და ცეცხლაძეს ვისაც ნახავთ უეჭველი მაგარ პურებს აცხობენ. აბა არ ვიტყოდი გლეხი და თავარაზნაური ერთად რო შეჭამენ, აი ეს არის კაი ქვეყანა, გენოცვალე რა. მაშინ აშენდება ქვეყანა. იმედია.